ამის კურიერში ვაჯამებთ 2025 წელს დაანონსებული განათლების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა ამ თემაზე ჩვენს კითხვებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხობს. საგამომშვიდობისა ბატონო ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. და როგორც უკვე ვთქვით, დღეს ვაჯამებთ 2025 წელს, ასე ვთქვათ, მინდა რაღაცნაირად იქნებ შევაჯამოთ თქვენთან ერთად, მაგრამ მინდა მაინც უფრო საგარეო კუთხით და საგარეო, ასე ვთქვათ, ვექტორზე საუბრი დავიწყო, რადგან მესამეობაში ვთქვი, რომ 2025 წელი საკმაოდ ისეთი რადიკალური ცვლილებების წელი იყო გლობალურ პოლიტიკაში და თქვენ დღეს თქვით აი ამბასადორიალზე, როდესაც ელჩებს მიმართავდით, რომ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. მოდით დავიწყოთ ამით, რას გულისხმობს პრაგმატული პოლიტიკა, რას გულისხმობთ ამაში, როდესაც ამბობთ და ზოგადად როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი, რაზეც ეს წელი გამუდმებით ისმოდა შეკითხვები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. მხარია რომ ერთად შევაჯამებთ გასულ წელს, 2025 წელს. საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სერიოზული სირთულეები, თუმცა 2025 წელსაც შევძელი ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევების სათანადოდ დაცლება, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025 წელმა ჩაიარა წარმატებით, ასე ვიტყოდი, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება ძალიან რთული, კონფლიქტებით არის სავსე, მთელი მსოფლიო არის კრიზისი. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის შენარჩუნება და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის გამტკიცება, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. და მოთმინების პოლიტიკა, მათ შორის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, როგორც მოგეხსენებათ, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ბუნებრივია ძალიან სერიოზული გამოწვევები. რაც შეეხება ნატოს საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს გამოხატული უკვე შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და შეცვლილი პოზიცია არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების, უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი გაგრძელება და გამოხატულება. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ეს ყველაფერი აღმოჩნდა სინამდვილეში ორპირიქარის პოლიტიკა. ეს დღეს აღნიშნა მათ შორის ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა და ძალიან სამწუხაროა, ხო, ორპირიქარის პოლიტიკაში. ეს საქართველოსთვის ამ შემთხვევაში, როდესაც გაცხადებული გვაქვს, თქვათ, ნატოში გაწევრიანება და ევროინტეგრაცია. ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ მეორე მხარე თავად საუბრობს არ გაფართოებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის შეცვლილი მოცემულობა. აქაც რა თქმა უნდა ჩვენ გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება გლობალურად პროცესები და ამის მიხედვით ბუნებრივია ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები და მათ შორის აქაც მსგავსი სირთულეა, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები. რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის გაფართოების პოლიტიკასაც. მთავარი პრობლემა ევროკავშირისთვის არის ის, რომ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას და ევროპულ ბიუროკრატიას სუვერენიტეტი აქვს ძალიანად დაკარგული. ასეთ პირობებში მათ უჭირთ საკუთარი ობიექტური ინტერესების, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეს ბევრ რამეშია გამოხატული და ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტიც, ხო? მათ შორის რა პრობლემები არის იგივე დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ეს შემდეგ. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაზეც ჩვენ საუბრობდით 3-4 წლის მანძილზე და რასაც ნათლავდნენ, რა ვიცი, ზოგი პრორუსულ პოლიტიკა და პრორუსულ, ასე ვთქვათ, ნარატივა და შემდეგ იმაზე საუბრობს დღეს ღიად ამერიკული ადმინისტრაცია. ძალიან მარტივად ეს არის სიმართლე, რომელზეც ადრე საუბრობდით თამამად ჩვენ და საერთაშორისო დონეზე
არ ყავდა ამ კუთხით ეს ამაიც ვთქვათ აქტიური პარტნიორები ასე ვიტყოდი. დღეს ზუსტად იგივეს ლაპარაკობს ახალი ამერიკული ადმინისტრაცია. ეკონომიკური პრობლემები, ხო? მე ვსაუბრობდი მაგალითად ამ თემაზე, როგორ შემცირდა მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი 30%-დან 2008 წელს 2024 წლისთვის 17.9%-მდე და იგივე სიმეორებს ახლა ამერიკული ადმინისტრაცია. ეს არის ის სიმართლე ჭეშმარიტება, რაც თავს ხელის გულზე, ხო? უმძიმესი ტენდენციები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ჰქონდა 70 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და მის ხარჯზე დააგროვა კეთილდღეობა და ბუნებრივი ამას ინარჩუნებს დღემდე, მაგრამ ტენდენციები არის ძალიან შემაშფოთებელი და ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. რეალურად ევროპას რო შევხედოთ, ევროპას გამოარჩევდა ორი მთავარი სიძლიერე გლობალურად, რაც არ ქონდა არავის სხვას. ეს იყო დიდი სუბიექტებიდან, რა თქმა უნდა, მსხვილი სუბიექტებიდან, ეს იყო კეთილდღეობის მაღალი დონე და ძლიერი იდენტობა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა კეთილდღეობის მაღალი დონე, მაგრამ არ ჰქონდა ძლიერი იდენტობა. ჩინეთს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, მაგრამ არ ჰქონდა კეთილდღეობის მაღალი დონე. და საბოლოო ჯამში ევროკავშირმა ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლიდან სწრაფი ტემპით, დაკარგა ერთის და მეორეც. ანუ ამ პროცესებში არის ახლა ევროკავშირი, კეთილდღეობის კუთხით გვაქვს ძიმე ტენდენციები, რასაც კიდევ ერთხელ ამერიკული ადმინისტრაციაც საუბრობდა და იდენტობის კუთხით დაესახება ყველა ტიპის იდენტობას, მათ შორის ეთნიკურს, რელიგიურს და შემდეგ პერსონალურ იდენტობას, ყველა მიმართულებით არის რეგრესია. ანუ იყო ყველაზე ძლიერი სუბიექტი, პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკებს შორის. და ახლა გაასწრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის ორჯერ 2008 წლის შემდეგ 15 ტრილიონიდან თითქმის 30-მდე გაიზარდა ამერიკული ეკონომიკა, ევროკავშირი იყო 19 ტრილიონი დაახლოებით და დარჩა 19 ტრილიონი. ჩინეთი იყო 4 ტრილიონი და გაიზარდა 18 ტრილიონამდე. ამ მასშტაბის ცვლილებებზეა საუბარი და ამ მასშტაბის უარყოფით ტენდენციებზეა საუბარი ევროკავშირის მასშტაბით. ბატონო ირაკლი, ამ რეალობის გათვალისწინებით და როდესაც თქვენ ბევრჯერ ახსენეთ, რომ ეს პრაგმატული პოლიტიკა მშვიდობაზე დაფუძნებული და ასე შემდეგ, ამაზე როდესაც საუბრობთ, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, რაზე იქნება დაფუძნებული ეს პრაგმატიზმი? ანუ როდესაც ნატოს კარიც თავად თქვით, რომ რაღაც გაფართოება უკვე შეწყდა და შეჩერებულია, უსაფრთხოება ქვეყნის რა იქნება ამის გარანტორი? თუ არა ნატო, ევროკავშირი, შეერთებული შტატები? კი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შეასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ჩვენი კავშირები ყველა მიმართულებით. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გვაქვს გამოხატული კონკრეტული პოზიცია და გვაქვს ნათქვამი, რომ სადვართ ნებისმიერ დროს განვაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც შეწყდა ამერიკული მხრიდან, ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ მზადვართ ნებისმიერ მომენტში განვაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა, თან მზადვართ გავაკეთოთ ეს სუფთა ბრძოლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ევროკავშირს რაც შეეხება, აქაც იგივე რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, ნათქვამი გვაქვს, რომ როგორც კი დადებენ მაგიდასე, მაშინ მოვაწერთ ხელს. თუმცა იქით ამ მხრიდან არ გვესმის ჩვენ საფასუხო რეაქცია. ხო, ეს არის რას უწოდებდით ევროკავშირთან დღეს არსებულ ურთიერთობას, ბატონო ირაკლი, გულისხმობ, აი რაღაც კრიზისშია, სტაგნაციაშია, კვლავ პროგრესის გზაზეა, ანუ სად არის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა დღეს? რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები არის კრიზისულ მდგომარეობაში და მას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. ევროინტეგრაციის საკითხი 2022 წლის მარტიდან დღემდე გამოიყენება როგორც ჩანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მიმართ. და აქაც საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ როდესაც შეთავაზეს უკრაინას თავიდან კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, მე ლოგიკური იყო, რომ მოლდოვა შეიტანდა, საქართველოს შეიტანდა, ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერიც მოაზრებული იყო არა მარტო საქართველოს მიმართ, ყველა ქვეყნის მიმართ, როგორც არაღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მხრიდან, არამედ როგორც ორპირი კარის პოლიტიკა. რეალურად რასაც ჩვენ ვაგვირდებით საქართველოსთან მიმართებით, ამ შემთხვევაში უკვე დავკონკრეტდები, მთელი ამ წლების განმავლობაში 2022, 23, 24, 25 რეალურად ევროკავშირმა წამოიწყო ორპირი კარის თამაშები საქართველოსთან მიმართებით. და მე ეს აღქმა რჩება, რომ როდესაც ეს განაცხადი გაკეთდა უკრაინისთვის შეთავაზება კანდიდატის სტატუსის ასე ვთქვათ მიღების თაობაზე, განაცხადის შეტანის თაობაზე, მე არ მგონია, რომ მოაზრებული ქონდათ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. თან ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები
იყო იმ მომენტისათვის კიევში შესული უბოლოში. ანუ პირდაპირ კითხავთ, ნიშნავს ეს გულისხმობთ იმას, რომ რაღაც ომის კენ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული ან მიზანი. ჩვენს მიმართ ცალსახად გამოჩნდა რა, რომ ერთადერთი რაშიც იყენებდა ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის თემას საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის დასაწყისიდან ეს იყო შანტაჟი. ერთადერთი ამისათვის იყენებდა შანტაჟის ინსტრუმენტად და ამას უკავშირდებოდა მთელი უსამართლობა, უსამართლო გადაწყვეტილებები 2022 წლის ივნისში ვერავინ ვერ ახსნა დღემდე, რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თქვენ თეორიულად წარმოიდგინეთ, უკან რო გადავახვითოთ ყველაფერი, წარმოიდგინოთ, რომ 22 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ხო? მე როგორც უკრაინას და მოლდოვას და ბოსნიას, მე გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, გრძელდება დიალოგი, კომუნიკაცია და ამ შემდეგ, ხო? ხო ჯანსაღი ურთიერთობები იარსებებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ხო ჩვენი მხრიდან ხო ყველაფერში იყო გაწვდილი ხელი და სრული ღიაობა ქონდა გამოხატული. მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ მათ არ 2 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი თითქმის, მათ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მათ გამოაცხადეს ევროინტეგრაციის შეჩერება 2024 წლის ივნისში, ისინი ჩაერიან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მათი ელჩი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამორჩევალს ხარი უნდა დაეჭირა ქართული ოცნების წინააღმდეგ ოპოზიციისთვის, ამას ხო ისინი აკეთებდნენ. ეს ყველაფერი რო არ ყოფილიყო, ხო ჩვეულებრივად ჯანსაღად გაგრძელდებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. მაგრამ ყველა ნაბიჯი გაიხსნებოდა და თუმცა გამოჩნდა ერთადერთი რამ, რომ როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც კიდევ ერთხელ ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება. თქვენ ასევე შანტაჟს უწოდებთ ხოლმე ხშირად, როდესაც საუბარია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. ამ თემაზე ადრე გაკეთდა, რომ კონკრეტულ ჯგუფებზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ აი რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც უკვე აღნიშნულია, რომ ეს მაყურებლისთვის ამოვთორეთ თქვენ რა თქმა უნდა, ალბათ იცით, რომ უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს შესაძლოა დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ანუ მესმის, რომ თქვენ ამასაც შანტაჟისას ერთგვარ ფორმად აფასებთ, თუმცა რამდენად ელით ამჯერად რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვათ ევროკავშირი და რა არის ხელისუფლების გეგმა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად შეაჩეროს. ესაც ხო იმის ლოგიკური გაგრძელება, რასაც ვამბობთ, ხო? ევროინტეგრაციის საკითხი თავიდან ბოლომდე გამოიყენება მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი და ამიტომ უწოდებ მას ევროკავშირის უკვე ახლა ევროკავშირის ორპირი ქარის პოლიტიკას და ერთადერთი შანტაჟის ინსტრუმენტი დარჩათ შარშანდელი ნოემბრის შემდეგ ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია, ხო? მაშინ გახსოვთ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან დღის რიგიდან იხსნებოდა მოლაპარაკების გახსნის საკითხი, იმავდროულად ჩვენ დავაზუსტეთ, რომ თუ ისინი ამბების გადმოდგამდნენ ნებისმიერ დროს მოვაწერდით ხელს მოლაპარაკების გახსნას, მაგრამ ჩვენ დღის რიგიდან მოხსნით და რატო გავაკეთეთ ეს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. ერთ წელი გავიდა მას შემდეგ, ხო? წარმოიდგინეთ 3 თვეში ერთხელ ევროპულ ბიუროკრატიას 3 თვეში ერთხელ უნდა ეთქვა საქართველოსთვის უარი მოლაპარაკების გახსნაზე. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ნეგატივი, მუდმივი უარყოფითი და უსამართლო დამოკიდებულება. ხო, რა თქმა უნდა, 3 თვეში ერთხელ. წარმოიდგინეთ თეორიულად, რომ 3 თვეში ერთხელ გეუბნებიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე. ეს ასე მოხდებოდა გარანტირებულად იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ 2022 წლის მარტიდან, როდესაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში, ხო? ეხლა დარჩა ერთადერთი ინსტრუმენტი შანტაჟის, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტიც გაცვეთილია. ამიტომ თვითონ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური ქართული ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდნენ გარე არაფორმალური ძალების დავალებით, მაგრამ ხვდებიან, რომ რევოლუციას ამით ვერ მოაწყობენ, ამით ვერ გამოიწვევენ იმ მასშტაბის ნებათაღულას, რამაც შეიძლება განაპირობოს ხელისუფლების შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებდნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, მათაც აქვთ რაღაც დოზით პრაგმატულობა და ნაბის არ დგამენ იმის გამო,
რომ ეფექტს ვერ ხედავენ, პოტენციურ ეფექტს ვერ ხედავენ. ამიტომ მე არ გონია რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, რამით უკვე საბოლოოდ განაწყებნებენ ქართულ ხალხსაც, ქართულ ხალხს ისედაც აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროპული ბიუროკრატიის ქართული მიმართ ხალხის ნდობა, ქართული ხალხის ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე. ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული და თვითონ ევრობარომეტრი არასწორებს ამას, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდის შედეგიაო და არა ვთქვათ ევროკავშირის ჩვენი პროპაგანდა არ იყო ის რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ჩვენი პროპაგანდა არ იყო ის რომ ლაბარაკები არ გაგვიხსნეს, ჩვენი პროპაგანდა არ იყო ის რომ ევროკავშირის ელჩი რომელიც მაღალ მატერიებზე საუბრობს ხოლმე დემოკრატიულ არჩევნებში ჩაერია პირდაპირ და უხეშად საქართველოში. ეს არ იყო ჩვენი პროპაგანდა, ეს არის ფაქტები და ფაქტები არის უარყოფითი ფაქტები არის ძალიანად იქით ხარეს. ამიტომ საზოგადოება ამას რა თქმა უნდა სათანადოდ აფასებს და ეს არის თავარი მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობა არის უმდაბლეს ნიშნულზე 20%-ზე დაბალია. ევროპული ბიუროკრატიის ევროკავშირის არ ვამბობ, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და მათი ლიდერების მიმართ ქართული ხალხის ნდობა არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, რაც კი ყოფილა ისტორიაში 20%-ს არის ჩამოცილებული, რაც რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტილებების ფონზე ეხლა ევროკავშირი არის დაკავშირებული ადამიანების აღქმაში, ბუნებრივია დემოკრატიასთან, დემოკრატიულ არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან. ასე დროს ეს ადამიანები ხედავენ, რომ ევროკავშირის ელჩი, ანუ ერთ-ერთი ბიუროკრატი პირდაპირ ერევა დემოკრატიაში, დემოკრატიულ არჩევნებში, არგოს უხეშად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ხო? ამას რო ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს 20%-იც ბევრია, ხო? ხო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევებით 75% იყო ისევ ევროინტეგრაციის მომხრე, ხო, თქვენ კითხავთ, რომ ევროინტეგრაცია და ევროკავშირი სხვა რამეა, ევრობიუროკრატია სხვა რამეა, ხო? კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მეც რომ გითხოს ადამიანმა, რა თქმა უნდა, ერთმანეთსგან მაშინ რომ გამიჯნავ ევროკავშირს და ევროპულ ბიუროკრატიას, ხო? ანუ მე რა თქმა უნდა, განმარტოება რო ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ოღონდ ეს განაცხადი ეფუძნება ჩვენ ოპტიმიზმს, რომ ის უბედურება, რაც ხდება ევროკავშირში, შეიცვლება, ანუ უარყოფითი ტენდენციები შეიცვლება დადებითი მიმართულებით, რაც უკავშირდება ეკონომიკას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ბუნებრივია სხვა არის, მაგრამ რასაც ხედავთ ევროპული ბიუროკრატიის კუთხით, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი მოწონება ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი საზოგადოება არის თავისი არსით პროევროპული საზოგადოება, ხო, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს, ხო, დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც საბოლოო ჯამში არის ქრისტიანული ღირებულებების გავრცობა, ხო, ამან უკვე შეიძინა სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი დატვირთვა, მაგრამ ეს ეფუძნებოდა იმ ღირებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ქრისტიანობიდან. ჩვენს იდენტობაშია და ჩვენს გენებშია ბუნებრივია ევროპულობა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა. და ეს გენები სადღაც დაკარგეს ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლება. არსად არ ჩანს მათში ევროპული ღირებულებების ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ფასეულობების და სახელმწიფოებრივი ფასეულობების პატივისცემა ეს არსად აღარ ჩანს მათ გენეტიკაში და ეს არის ძალიან სამწუხარო. დაბადნო ირაკლი, თქვენც არაერთხელ ახსენეთ უკვე რომ ეს კონსტიტუციური ამოცანაა, მაგრამ პერიოდულად აქტიურდება საუბრები რომ ხელისუფლება გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებას, ევროინტეგრაციას და ნატოზე უარის თქვას ასე შემდეგ, ამიტომ მინდა პირდაპირ გკითხოთ, გეგმავთ თუ არა მსგავს ცვლილებებს კონსტიტუციაში რომ გაგვცეთ პასუხი. რა თქმა უნდა ეს სერიალი სპეკულაციებია, არავითარ ასეთ გეგმა არ არსებობს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი არ არსებობს დღეს საქართველოს პარლამენტში, ანუ იმდენად უსუსურია სპეკულაციები, რომ უკვე ფაქტებითაც დასტურდება, რომ მას ვერავითარი ტექნიკური საფუძველიც კი ვერ ექნება. რა თქმა უნდა, ასეთი გეგმები ჩვენ არ გვაქვს. კი ბატონო. რაც შეეხება ვიდრე შიდა პოლიტიკაზე გადმოვალ, ძალიან მინდა შევეხო აშხაბადში თქვენ შეხვედრას, იმიტომ რომ მოისმენდით როგორი კრიტიკა მოყვა პირველ რიგში იმას, რომ ერთ სივრცეში საქართველოს და რუსეთის ლიდერები, რადგან ვლადიმერ პუტინი იქ იმყოფებოდა და რა თქმა უნდა ისევ განახლდა ბრალდებები პოლიტიკა, პრორუსულ პოლიტიკაზე ხელისუფლების, როგორ პასუხობთ ჯერ ამ კრიტიკას, ეს მაინტერესებს და ამის მერე ისეთი თქვა, რომ მოცემამ მზად არის დაამყაროს ურთიერთობები რუსეთთან. ანუ როგორ პასუხობთ კრიტიკას და რუსეთთან
მიმართებაში როგორი არის თქვენი პოლიტიკა? გასაგებია რომ მაგ დეოკუპაციაზეც ისაუბრეთ დღეს, არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება ქვეყანაოდან, მოდით რუსეთთან როგორ მე ვთქვა, ჯერ კრიტიკას უპასუხოთ, რა იყო ეს? გქონდათ რაიმე კომუნიკაციის საშუალება, ეს იყო მხოლოდ ერთ სივრცეში ყოფნა, თუ შეიძლება რომ ორი სიტყვით კიდევ ერთხელ გითხრათ რა ხდებოდა აშხაბადში? რაც შეხება, აშხაბადს იქ როგორც ყველა ლიდერს მესალმე ბუნებრივია, ეს იყო არსებითად ის რაც შემიძლია გითხრათ, იქ ყველაფერს რო თავი დავანებოთ გულვარებში რა ხდება, ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ არსებითად ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებრივია ყველა ლიდერს ყველა მივესალმეთ. ეს ერთი, რაც შეეხება რუსეთთან მიმართ ჩვენს პოლიტიკას, პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, ხო? ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული ბუნებრივი ოკუპაციის თემასთან. ვიდრე არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებული, მანამდე ბუნებრივია შეუძლებელია სტატუს კვოს არსებითად შეცვლა, მათ შორის გულისხმობ ამაში ბუნებრივია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველიც და ბუნებრივია აქვს თავისი პოლიტიკური საფუძველიც. ეს არის ის არსებითად, რაც განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს, ანუ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამასთან ერთად გვაქვს ჩვენი საოჯრო ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენ კვლავაც ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი მიზანი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ხო? რა თქმა უნდა, არის უამრავი სირთულე ამ გზაზე. ბუნებრივია გლობალური პოლიტიკა ცრთულად ვითარდება, ნახოთ როგორ შეიძლება ზოგადად გარემოებები მომავალში, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვიძლია საზოგადოებას განუცხადოთ ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და მთავარი წითელი ხაზი არის ბუნებრივია დაკავშირებული ოკუპაციის თემასთან. და აქვე მინდა ერთი კითხოთ, ძალიან ისეთი მწვავე რეაქცია მოყვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას, როდესაც თქვენი იმყოფებოდი, რომ ირაკლი ყუბახიძე წასული იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე იგეგმებაო და რა თქმა უნდა ამას ოპოზიციის მხრიდან მოყვა, რომ სად წყდება საქართველოს ბედი, მაგალითად აშხაბადში არ წყდება და ასე შემდეგ. სად წყდება საქართველოს ბედი დღეს? ამაზე მუდმივად არის საუბარი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ წყდებოდა ქვეყნის, აი დღეს თქვენი ხელისუფლების პირობებში რა შეგიძლიათ გითხრათ, სად წყდება საქართველოს ბედი? აქ გადის ზუსტად ზღვარი ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ისინი არა მარტო ფიქრობენ, არამედ საჯაროდ და ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნის ბედი წყდება თუ უნდა გადაწყდეს ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რაც 1000 რამეს ამბობენ და ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ამ ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს ამ ქვეყანაში, საქართველოში. თბილისში უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და უნდა მიიღებოდეს ყველა პრინციპული და საკონცო გადაწყვეტილება. ეს არის პრინციპული ღირებულებითი და მენტალური სხვაობაც ჩვენსა და ოპოზიციას შორის, ხო? რა თქმა უნდა, საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და მთავარი, რასაც მივახციეთ გასული 4 წლის მანძილზე არის სწორედ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა 4 წლის განმავლობაში საქართველოში და ეს იყო ერთადერთი, რამაც მოგცა მშვიდობის შენარჩუნების და ომის თავიდან არიდების შესრულება. ეს იყო ერთადერთი ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება, გამტკიცება იყო ერთადერთი ფაქტორი, რამაც მოგცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება. რა თქმა უნდა, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა წყდებოდეს ჩვენი ბედი, ჩვენ გამოვლილი გვაქვს, ხო, ეს წარსული ჩვენი ისტორიიდან საუკუნეების მანძილზე იყო პერიოდები სამწუხაროდ, როდესაც ხან ერთ დედაქალაქში, ხან მეორეში წყდებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი. და მადლობად ღმერთს დღეს საქართველოს არის 35 წელია, არის უწყვეტად დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ პერიოდში ფორმალურად იყო სუვერენული სახელმწიფო, მაგალითად 2012 წლებში ჩვენ არაფერი დაგვრჩა სუვერენიტეტიდან, როცა უცხოური აგენტურა მართავდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჩვენ თანდათანობით და ეტაპობრივად შევძელით მაქსიმალურად სუვერენიტეტის გამტკიცება და მთავარი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების არის სწორედ ის, რომ ამ ქვეყნის ბედი წყდება საქართველოში, ეს გვაძლევს კიდევ ერთხელ მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას, ეკონომიკის განვითარების საშუალებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, სხვანაირად წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ევროპული ბიუროკრატიის მაგალითზეც ხედავთ, სადამდე მიიყვანა ევროპულმა ბიუროკრატიამ სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში ევროკავშირი, ხო, როგორ ვითარდება მოვლენები ევროკავშირის მასშტაბით. ამიტომ მთავარი, რასაც უნდა ავესწრაფოდეთ, ეს არის ბუნებრივია სუვერენიტეტის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ბედი გადაწყდეს ჩვენს ქვეყანაში.
მინდა გადმოვიდეს სწორედ ჩვენს ქვეყანაში და ოპოზიციური პარტიების ლიდერები პატიმრობაში არიან ნაწილი, მომავალი წელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წელი, სადაც უნდა იმსჯელოს სამი პარტიის აკრძალვაზე და ანუ თუ კი ასეთი ვითარება მივიღეთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვენ იმ სამი პარტიის განხორციელდა, ნაწილი ლიდერების ციხეში იქნება თუ გარეთ არ აქვს შოვა, მაგრამ ბრალდებულები არიან, ბევრს პროცესები აქვს, რამდენად მოკლედ რეალურად ხედავთ პოლიტიკური ან კრიზისის დადგომის საფრთხეს, ან პოლიტიკური კონკურენციის შენარჩუნების, ან არჩევანის თავისუფლების, ასე ვთქვათ, საფრთხე ხომ არ დაუდგება ადამიანებს, იმიტომ რომ ფაქტიურად ოპოზიციური პარტია აღარ იარსებებს. ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ. აქამდე ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, იმიტომ რომ არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა. ერთ მხარეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ პერიოდულად, პარტიები ემატებოდნენ, ნაკლებოდნენ ამ შემდეგ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ერთი ხელიდან იმართებოდა ყოველთვის ოპოზიცია. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა. აქეთ ქართული ოცნება, იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს შაკედელი წრე ვერაფრით გაირღვა. და ვერც გაირღვევა, რომ არა ასეთი, ასე ვთქვათ, გაგრძელება, მოვლენების ასეთი გაგრძელება, ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და მე ვფიქრობ, როგორც იურისტი, რომ სათანადო მსჯელობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა ნუ რა თქმა უნდა სასამართლოს მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი დემოკრატიული გამართული პოლიტიკური ანუ ახალ ოპოზიციური პარტიების გაჩენას ელით ამის შემდეგ ბუნებრივი პროცესია. ნახეთ, დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია ერთ-ერთი პარტია მუდმივად იღებდეს 70-90%, თუნდაც 60%, ხო? ჩვენ რომ მივიღეთ წინა არჩევნებში 54%, ეს ხო ზუსტად იმის შედეგი, რომ გვაქვს ეს ხელოვნური ორპოლუსიანი სისტემა ჩამოყალიბებული და საზოგადოების უმრავლესობა ეს ყველაფერი განსაჯა, ნახა რომ მეორე მხარეს იყო აგენტურა, ხო რა თქმა უნდა წყალგამყოფი იყო, ძალიან მკაფიო, იყო რეალურად რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სხვათა შორის ოპოზიციაც რეფერენდუმად აცხადებდა ამ არჩევნებს და ჩვენც და ესე იყო, რეალურად ასე იყო და ამ რეფერენდუმში ორპოლუსიან სისტემაში საბოლოო ჯამში მოსახლეობის უმრავლესობა, უპირატესობა მიანიჭა მშვიდობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და განვითარებას. ვიდრე ასეთი სისტემა იქნება ჩაგეტილი სისტემა, ორპოლუსიანი სისტემა, რა თქმა უნდა მოვლენები იგივე სახით გაგრძელდება. რაც შეეხება განსხვავებულ სცენარს, ოდესაც ეს მეორე არასწორი პოლუსი იღვევა, იქ რა თქმა უნდა ჩდება ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ ჯანსაღი ადამიანები, შემოვიდნენ პოლიტიკაში. ვინ არის ახალ ადამიანებს რითბადნო ირაკლი, იმიტომ რომ ოპოზიციური და პოლიტიკურ სპექტრს ხედავთ და თითქმის ყველა თქვენი შეფასებით არის რაღაც უცხოური გავლენის ქვეშ, აი კოლექტიური ნაცმოძრაობა, რასაც თქვენ უწოდებდით და ანუ ახალგაზრდებზე გათვლა, მინდა რომ წარმოვიდგინო პოლიტიკური ველი როგორ გამოიყურება. არა მარტო ახალგაზრდებს, საქართველოში არის უამრავი არის განათლებული ადამიანი, გამოსტილი ადამიანი. დღეს ასეთი ადამიანების დიდ ნაწილს საერთოდ არ უნდა პოლიტიკაში შესვლა, ოდესაც უყურებენ იმ აბსოლუტურად მახინჯ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს პოლიტიკაში. ხო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სიძულვილის წარმოუდგენელი ხარისხი. ხო, ეს ხდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. მათ შორის დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ყველგან ხდება ეს ყველაფერი, ყველგან სიძულვილის უმაღლესი ხარისხი არის სამწუხაროდ, რასაც ხედავთ. და მათ შორის ტექნოლოგიების დონეზეც სიძულვილის გავრცელება ხდება ზუსტად ერთ-იგივე მეთოდებით. ამიტომ ჩვენ გარდა იმისა, რომ უცხოურ აგენტურას უნდა ვებრძოლოთ ამ ქვეყანაში, იმ მეთოდებსაც უნდა ვებრძოლოთ, რომლის გამოყენებითაც უცხოური აგენტურის მეშვეობით საქართველოში ხდება სიძულვილის დათესვა ყველაფრის მიმართ. მათ შორის სოციალური ინსტიტუტების მიმართ, იგივე ეკლესიის მიმართ, ჩვენ მთელი კამპანია დაგვჭირდა იმისათვის, რომ
შეგვეჩერებინა შტურმი მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელსაც ახორციელებდნენ პირველ რიგში NGO-ების და ოპოზიციური პარტიების მეშვეობით. მთელი კამპანიები ჰქონდათ, მათ შორის სატელევიზიო კამპანიები, ვიდეოორგოლები და ასე შემდეგ. ხა ის რო გამოდიოდნენ სირცხულია და ასეთი ორგანიზაციები და პირდაპირ თავს ესხმოდნენ, წარწერებს აკეთებდნენ საპატრიარქოს კეთლებზე. ეს ხო გამოვიარეთ, ხო? მთელი კონტრკამპანია დაგჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ დაგვეცვა მართლმადიდებელი ეკლესია, ხო? აღარაფერს აღარ ვამბობ იმ თავდასხმაზე და სიძულვილის კამპანიაზე, რაც ხელისუფლების ინსტიტუტების წინა სახელმწიფო ინსტიტუტი ხელისუფლება უფრო ვიწრო ტერმინად განიმარტება და საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე სიძულვილის გაღვივება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. ეს იყო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იგივე განათლების სისტემის გამოყენება სიძულვილის გაღვივებისთვის და ეს შემდეგ, ხო? შორსურად წავიდეთ, გვაქვს უცხოური აგენტურა, მათი მეშვეობით ხდება სიძულვილის დათესვა და გაღვივება იმისათვის, რომ სახელმწიფომ და ქვეყანა ვერ ამოისუნთქოს და ვერ გაიხაროს. ეს არის თავარი მიზეზი, ეს რა თქმა უნდა მოქმედებს საბოლოო ჯამში ყველაფერზე, მათ შორის ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე. ეს არის ის, რასაც გვახვევდნენ თავს მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს განსხვავებული ვითარება, დღეს სახელმწიფო არის ყველაზე სუვერენული და დამოუკიდებელი ვიდრე ყოფილა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს არასწორი პოლიტიკური სისტემა და გზა გაუხსნათ ახალ ადამიანებს და ახალ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკაში შეასრულათ. ეს თუ არ გაკეთდა, უბრალოდ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. 2028 წლამდე შესაძლებლად მიგაჩნიათ, იმიტომ რომ 28-ში ხო არჩევნებია, თქვა და რაღაც ერთპარტიული ხო არ იქნება ეს არჩევნები, მიიღონ ხო მონაწილეობა. მე მგონია, რომ შესაძლებელია 2028 წლისთვის არსებითი ცვლილებების მიღწევა და რასთავარია, სწორი მიმართულებით დაიწყება პროცესების განვითარება, პოლიტიკური პროცესების განვითარება იმ შემთხვევაში, თუ უცხოური აგენტურისგან გათავისუფლდება პოლიტიკური სისტემა. ბატონო, უკვე წელიწადზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი აქციები მიმდინარეობს და შეკრებები, გასაგებია რომ ისეთი მასშტაბური აღარ არის, მაგრამ აქტივისტები ისე ვითხოვენ ადამიანების არჩევნების დანიშვნას, მათი თქმით ამ უკანონო დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას და ასე შემდეგ. მე მინდა კითხოთ, იყო თუ არა შესაძლებელი ამ დროის განმავლობაში, აი საზოგადოების ამ ნაწილთან, აქტივისტების ამ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის დიალოგი გამართულიყო? არსებობდა ამის რესურსი? ძალიან კარგი შეკითხვაა და ამ თემას თუ დაუბრუნდებით, უფრო ფართოდ კარგი იქნება. თქვენ გახსოვთ, რომ არაერთხელ შევთავაზეთ დიალოგი. კონკრეტულ თემებზე, მათ შორის დებატები, დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. გამჭვირვალობის კანონზეც იყო ეს და მე მახსოვს ორი ყველაზე ესეთ შემთხვევა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის კანონი, რასაც შევთავაზეთ და ასევე ჩვენ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი ძირითადი თემა იყო. ანუ მოლაპარაკების გახსნის თემა და ასევე გამჭვირვალობის კანონი. ორჯერ შევთავაზეთ ღია დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ერთადერთი შემთხვევა იყო ორმა ადამიანმა გაბედა, თინა ხიდაშელი იყო და ჯანელიც იქა პროდიუსერმა გამახსენოს დიახ ჯანელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯანელიძე თქვენი მიხეილ ჯანელიძე უცხოეთის ყოფილი მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე ორმა ადამიანმა გაბედა, როგორც იქნა და განაცხადა ამ საუბრის თაობაზე, რაც ჩვენ გაგვიხარდა, იმიტომ რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ხო ვინც არ უნდა იყოს შეიძლება კონკრეტული წარმოდგენა კონტექსტ ერთსეც და მეორესეც, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, როდესაც არის შენი ოპონენტი, რა თქმა უნდა, ჯობია, საზოგადოების ჯობია, რომ დააკვირდეს დისკუსიას და მის მიხედვით განსაჯოს, თუ ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. გაგვიხარდა, მზად ვიყავით, მე მეორე დღეს დააყენეს ულტიმატუმივით, რომ ჯერ თქვეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში არ მოვალთ, მივიდეთ საზოგადოებრივ მოწყობილობაში, ეს დაუდასტურეთ, ნებისმიერი ფორმატი, ეს ნათქვამი ქონდა, ფორმატის დაუდასტურეთ. სადაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე ვაპირებდით დისკუსიაში მონაწილეობას. იმხელა ეგრეთ წოდებული ბულინგი წავიდა ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ მეორე დღეს უკვე თქვეს უარი. ესეც არის გარედან მიღებული დავალებები, რომ დისკუსია არ უნდა შედგეს. იგივე გახსოვთ გამჭვირვალობის კანონის გარშემო რა ხდებოდა. არავითარი დისკუსია, ხო, იყო ორი სიტყვა, რუსული კანონი, ამის იქით არ შედიოდნენ. ერთ-ერთმა მათმა წარმომადგენელმა განაცხადა კიდეს პირდაპირ საჯარო ტელევიზიაში, რომ დისკუსია მათი ველიაო, შინაარსი მათი ველიაო რა, იქ არ უნდა შევიდეთ. ახლა ასეთ პირობებში ესეც არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი და სიძულვილის გაღვივების მთავარი ინსტრუმენტი არის დისკუსიის არარსებობა. დისკუსია, ჯანსაღი დისკუსია ბუნებრივად
უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ ცდილობას. ამიტომ ისინი არ გვაძლევენ არც ერთ საშუალებას იმისათვის, რომ დისკუსიაში შევიდეთ ადამიანებთან, ოპონენტებთან. რა თქმა უნდა, შეგნებულად არის შეკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი. წარმოიდგინეთ, ჩვენ ელჩებსაც შევთავაზეთ, გახსოვთ, ერთხელ დისკუსია კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციას. თქვით, რომ აქციის მონაწილეებს ესეც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა, ნებისმიერი 10-12 კაცი, მათ შეეძლოთ მოსულიყვნენ ნებისმიერ ფორმატში, დაუკონკრეტოთ ღია ფორმატში და საჯარო ღიაში და დახურულ ფორმატში, ორივე ფორმატი შევთავაზეთ. ნებისმიერ ადგილას, ყველაფერი შევთავაზეთ, ნებისმიერი ოპონენტი, ხო, აქციიდან წამოსულიყო 10-12 კაცი, მზად ვიყავი პირადად მე დისკუსიისთვის, არავინ არ გამოვიდა, არავინ არ წამოვიდა. რატომ? იმიტომ რომ დისკუსია უპირისპირდება არსობრივად სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას. ამიტომ ესეც გარედან დაგეგმილი, ასე ვთქვათ, პროცესის შედეგია, არ უნდა შედგეს არავითარი დისკუსია. ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ მზაობას, რომ ნებისმიერი ფორმატით შედგეს ჯანსაღი დისკუსია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ხო? ამის მაგურად გვესმის ორსიტყვიანი კამპანიები, ხო, იყო რაღაც რუსული კანონი, ეხლა არის არაბული ქალაქი, ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის. ნული შინაარსი. ამიტომ ამ ორი სიტყვის მიღმა ვერ მიდიან. ვერც კანონზე, ვერც ინვესტიციაზე, ვერაფერზე ორი სიტყვა უნდა იძახო ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. იგივე რაც შეეხება განათლების რეფორმას, ხო? ერთმანეთში ლაბარაკობენ ადამიანები, რომელსაც ზოგს პროფესორი ქვია, ზოგს ექსპერტი, კიდევ ერთი დასტურია ეს ყველაფერი იმისათო, რატომ გვაქვს დაბალი ხარისხი ჩვენ უმაღლესი განათლების სისტემაში. წარმოიდგინეთ, რომ ერთმანეთს ელაბარაკებიან. ერთ-ერთ მათგანს, ვინც რაღაცა კამპანიას, ასე ვთქვათ, აორგანიზებს, ქონდა ჩემთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. და სულ ორი საკითხი წამოჭრა. ერთი რომ ამადამ უნივერსიტეტს რატო უტოვებთ მარტო ამ ფაკულტეტებსო და ამაზე უთხარი რომ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს. ჯერ განსახილველია, რომელ უნივერსიტეტს რა რჩება და შემდეგ. ეს ერთი, ანუ პასუხი გაეცა ამ ყველაფერზე და მეორე საოცრება თქვა, მან აღნიშნა, რომ როგორც დამფუძნებლებმა, უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩაიფიქრეს უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურული კუთხით, ასე უნდა დარჩესო და მე ვერ გავიგე რა სამობდა. და მე მითხრა, რომ აი ვაკეში რო არის აშენებული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, იმიტომ აშენდა, რომ ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყო. ჯერ ფოტო უნდა კონდეს ნანახი პირველი კორპუსის 1918 წლიდან, რომ მიხვდე, რომ სისულელეს ამბობ, ხო? აი იმდენად უსუსურები არიან მათ შორის საკუთარ არგუმენტაციაში და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი მათი ნაბიჯები, რომ ვერ შემოდიან დისკუსიაში. ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ სიძულვილი უნდა დარჩეს და ამიტომ არ უნდა არსებობდეს არავითარი პლატფორმა დისკუსიისთვის, ეს არის გარე დავალება და მეორე არგუმენტები არ აქვს. ხა ეს ტელევიზიაში რო ეთქვა, წარმოიდგინეთ ამ ადამიანს, რომ თავის დროს ივანე ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა ქალაქის ცენტრში ააშენეს უნივერსიტეტები, ხო დაცინებდა მთელი საქართველოს, ხო? ამიტომ ვერ შემოდიან დისკუსიაში. იქ ხა დახულ კარს მიღმა, სისულელე თქვა და ხო, საჯაროდ, კი. დახულ კარს მიღმა, თქვა სისულელე და კორექტულად უპასუხე და ამით დამთავრდა ეს ყველაფერი, მაგრამ იგივე რო ეთქვა მას საჯაროდ ტელევიზიაში ან ნებისმიერ ფორმატში, ბუნებრივია საზოგადოება გაიგებდა იმის თაობაზე, რომ ელემენტარულად პასუხისმგებლობა არ აქვს ადამიანს, რომ რაღაც გადაამოწმოს და მერე მაინც მოვიდეს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. არავითარ თემასთან დაკავშირებით არც ორ დიალოგი, დისკუსიები, დებატები ერთმანეთში მონოლოგის რეჟიმში გამოდიან ხოლმე და 1000 კიდევ ერთხელ უხეშად უნდა თქვა 1000 სისულელეს ამბობენ მონოლოგის რეჟიმში ცალმხრივად, რომ ოპონენტი არ ყავთ და ეს არის რაც აწყობთ. საზოგადოება უნდა იყოს გახლეჩილი. შეგახსენებთ, რომ მარტო დისკუსიაზე ხო არ არის საუბარი, საზოგადოების გახლეჩვაზე როცა არის საუბარი და გარე დაკვეთებზე, ხო? საზოგადოება არ უნდა იყოს არაფერზე შეთანხმებული. 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი არაფერზე აი ელემენტარულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თარიღის გახსენებასთან დაკავშირებით, არაფერთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა და ეს ხდება არა მარტო საქართველოში. ეს არის გარე დაკვეთა. ნუ ყველაფერში უნდა გახლეჩონ საზოგადოება. გახლეჩვა დაპირისპირება ვინმეს ინტერესში, სწორედ გავიგე და ეს პოლარიზაცია თქვა. ჩვენი ქვეყნის ეს არის თავსმოხვეული პოლარიზაცია. ეს არის ჩვენი ქვეყნის გარე არაგეთილ მიზანი, კონკრეტული ლოკალური მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როდესაც სიძულვილი არის მოჭარბებული საზოგადოებაში, საზოგადოება მაინც მიდრეკილია ბუნებრივია იქითკენ, რომ ამ ყველაფერში დაინახოს
ხელისუფლების ბრალი, რომელიც არის თავი პასუხისმგებელი, ხო? ანუ იქ მე სიღრმეში რო შედიხარ, შეიძლება დაინახო, რომ ამას გარედან გახვევენ თავს, მაგრამ ნუ შენ ხელისუფლება ხარ, საზოგადოება უნდა დაიცვას ხელისუფლება მათ შორის გარედან თავს მოხვეული სიძულვილისგან, ნუ ეს მარტივი გეგმებია, ხო? ანუ ღრიე წყალში ასე ვთქვათ, თევზის დაჭერის საუკეთესო საშუალება სიძულვილის გაღვიება. ანუ გარედან უნდა ამღვრიონ წყალი იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი მანკიერი ინტერესების მიღწევა. ეს არის მარტივი სქემა, ხო? მარტივად რომ განმარტოთ. და ანუ ამას ვაკვირდებით ამდენი ხანია. ხო, ის იგივე ეგრეთ წოდებული კოაბიტაცია, ესეც ხო თავსმოხვეული იყო. დამნაშავეები, კრიმინალები დაგვიტოვეს ოპოზიციაში. შეგნებულად. ეს არ დაიჭირო, ის შეგიძლია დაიჭირო, ეს არ შეგიძლია დაიჭირო. ამ დონემდე იყო დასული, ისევე ეს ევროპული ბიუროკრატია და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატია, ხო? თავსმოხვეული კოაბიტაცია, თავსმოხვეული პოლარიზაცია, თავსმოხვეული სიძულვილი. მუდმივი კამპანიები კიდევ ერთხელ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ, მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის წინაშე. ბატონო ირაკლი, როდესაც ხშირად საუბრობთ და ზოგადად ქვეყანაში ბევრი საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მოთხოვნებიც გვესმოდა, ხო? ევროპიდან და ასე შემდეგ, მაგრამ მუდმივად აი ამ დაპირისპირებაზე არის დაპირისპირების განხილვა, როგორ შეიძლება აქედან გამოვიდეთ და ამ ფონზე, როდესაც თქვენ გაამკაცრეთ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში გულისხმობ წესები, რეპრესიულ კანონმდებლობად აღიქვა ეს, როგორც ვთქვა, ბრიუსელში ევრობიუროკრატებმა, როგორც თქვენ უწოდებთ, ისე ქვეყნის შიგნით პროტესტანტებმა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონების გამკაცრებამ თქვათ კიდევ უფრო გაზარდა ზრდის დაპირისპირებას. ანუ მიზანი გასაგებია თქვენი იყო, რომ რაღაც აქციები მოქცეული იყო ჩარჩოები, ამაზე ბევრი განმარტება გაქვთ გაკეთებული, მაგრამ აი დაპირისპირების ნაწილში ეს ხომ არ ზრდის რაღაცნაირად აი პოლარიზებას იმ ადამიანებსა და ხელისუფლებას და ასე შემდეგ ხალხს შორის. რეალურად ეს კანონებიც მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე. მარტივად ხდებოდა რა, რომ 100-150 ხანდახან 300 ადამიანი ძალადობდა 4 მილიონ ადამიანს. თქვენ დამისახელეთ ერთი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარებული ქვეყანა, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 50-100-150 ადამიანის მიერ ყოველდღიურად ერთ წლის განმავლობაში. და სადაც საზოგადოების უდიდესი უმცირესობა, გამოკვეთილი უდიდესი უმცირესობა ძალადობს საზოგადოების აშკარად გამოკვეთილ უდიდეს უმრავლესობაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ამას შეიძლება რეაგირება და ამას შეიძლება სამართლებრივი რეაგირება და ამის გამოხატულება იყო ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი უწოდებს, ხო? რეპრესიულ კანონმდებლობას, ხო? ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ და არჩევნებშიც ერეოდნენ 4 ოქტომბრის დამხობის ცდილობას გულშემატკივრობდნენ, ხო? ასეთი ადამიანებისგან რა თქმა უნდა არ უნდა გვიკვირდეს ასეთი ეპითეტები, თუმცა ნუ ეს ყველაფერი არის ბუნებრივია, სრული სიყალბე და ასეთი სიყალბეებია, რაც განაპირობებს ევროპული ბიუროკრატიის 20%-იან რეიტინგს ქართულ საზოგადოებაში. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით ელაპარაკებოდე მუდმივად ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის საკმაოზე მეტად გამოცდილი ასეთი თემების შესაბამისად. თქვენ ასეთივე ტყუილი უწოდეთ BBC-ს გამოძიებას, რადგან აქციებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრჯერ გაეცით ამ კითხვას პასუხი, ამიტომ ცლად აღარ ვაპირებ. თქვით ისიც, რომ სუსის გამოძიების შემდეგ ყველაფერი ღიაა, გამჭვირვალეა და გამოჩნდა რა და როგორ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი გასულ კვირას ბრიტანეთის მთავრობა მოგიწოდათ, რომ ეს მოთხოვნა დადგა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებიც გაიმართა. მოკლედ, მაინც არ ჩერწყდება ეს თემა. დღესაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და არასამთავრობო სექტორმა გაეროს ეგიდით გამოძიება მოითხოვეს და ასე შემდეგ. თუ აპირებთ, რომ იმისაც რომ ეს ყველა ჭვი გაიფანტოს, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას თუ აპირებთ, ან რაღაც საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას და როდის გეგმავთ თქვენ თავად სამართლებრივი დავის წამოწყებას, რადგან თქვით რომ აპირებთ, რომ უჩივლოთ საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი ნამდვილად გადაინაცვლებს და ეს ჩვენ არაერთხელ პირველივე დღეს განვაცხადეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი სარჩელის შეტანას ჯერ ბრიტანულ მაუწყებელში, ნუ სამართლებრივი პროცედურები კიდევ დაზუსტება, იქაურ რეგულირებულ კომისიაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში. ხო, ამიტომ საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს. ეს ერთი. რაც ხომ მოწოდებს, ეს მოწოდებები საერთოდ გაუგებარია. ჩვენ ღიად განვაცხადეთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი მასალა,
იქნება ის დოკუმენტები თუ რაც ნივთიერებებთან დაკავშირებული მასალები და ამ შემდეგ ნებისმიერი მასალა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საერთაშორისო სუბიექტისთვის, რომელიც ამის ინტერესს გამოხატავს. და იმის მაგერად რომ მოვიდნენ და ჩაიხედონ, ყველაფერს გაუზიარებთ, აბსოლუტურად ყველაფერს. ამის მაგერად სადღაც ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ აქაც ზუსტად იგივეა. რატომაც დისკუსიაში ვერ შემოდიან ვერც ერთ თემასთან დაკავშირებით. ზუსტად იმიტომ შორიდან აკეთებენ რაღაც განცხადებებს, მეუბნებით რომ წაიღე. აგერ შეგიძლია შენთან შეაფასო ამ ჭიქაში წყალი ასხია თუ სხვა რამე ასხია. აგერ გაწვდი. და ის მოდის და სადღაც იმის იქიდან აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, წაიღე და ნახე. რა გამოძიებაზეა საუბარი, ხო? ანუ ამ დონემდე არიან დასული და ანუ BBC რა დონემდეა დასული, ამას საერთოდ აღარ გვინდა საუბარი. ბატონო ირაკლი, ანუ ეს შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ სარჩელი შეტანას ნამდვილად აპირებს და უიგეგმება, ხო? მოზადების პროცესია, ვადები გვაქვს. განსაზღვრული და იმ ვადებში ბუნებრივია სარჩელი შევა. ბოლო პერიოდში გააქტიურდა კიდევ ერთი თემა დაკავებული აქტივისტების შეწყალების თუ ამნისტიის შესახებ. ამ თემაზე პრეზიდენტსაც დაუსვეს შეკითხვა, მან რაღაც წინაპირობით არ გამორიცხა, მე ამაზე მოვისმინეთ დაკავებულების პოზიცია და ასე შემდეგ, მაგრამ ამას იმიტომ ვახსენებ, რომ რა საფუძველი აქვს ამ ინფორმაციას, ხომ არ გიგმავს ხელისუფლება ან სიტუაციის განმუხტვის, ან რაღაც ამ პოლიტიკური პროცესის გადატვირთვის მიზნით, რაიმე ტიპის ამ ადამიანების ან შეწყალებას ან ამნისტიას. ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს, ეს სასახად შემიძლია გითხრათ. ერთ რამეს განაცხადებ ასევე, მე მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ის ცმალები შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. იმის მომდევნო წელს იყო ასევე მასშტაბური ძალადობა და იქ სულ 6 პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი თუ სწორად მახსოვს შეიწყალა ასევე მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი ეფექტი. რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუგიდო პარლამენტის შენობა, შეიძლება ცეცხლი წაუგიდო პოლიციელებს, შეიძლება ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, შემდეგ 6 ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუშალობის განცდა. და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ ბუნებრივია გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს პრევენციული ეფექტი. რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ჩადენის ცდუნება, ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ საშელი იყოს სათანადოდ მოხდილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. არავის ციხეში ყოფნა ჩვენ რა თქმა უნდა არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს და რა ტიპის დანაშაული პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ კლუბობა იქნება თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის ასე ვთქვათ დაღუპვა და ამ შემდეგ ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის ბუნებრივია საშელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ. და რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, როდესაც აი დამნაშავეს და სასამართლოებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ წაყენებული ბრალი, ვნახეთ სასამართლო პროცესი, რომელიც გადაიდო ყოფილი პრემიერის, მაგრამ გვესმის გამოდები თქვენი ოპონენტების განცხადებები და ისინი თვლიან და ბევრი საუბრობს ამაზე, რომ ეს არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება, მოსმენილი გექნებათ და ასე შემდეგ. იქ სუსის ყოფილი უფროსის გარემოცვასთან კითხვები აქვს გამოძიებას და თავად ლილუაშვილი არ ჩანს. მოკლედ უამრავი ვერსია ისმის, როგორ აგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას ხელისუფლება და უნდა ველოდოთ თუ არა სხვა პირების დაკავებას, იგივე ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი რო გადაიდო, ამასაც მოყვა ამბავი, რომ მტკიცებულებები არ აქვს პროკურატურას. მოკლედ აი რა ეტაპზე გამოძიების დეტალებს არ მეტყვით ვიცი, მაგრამ ზოგადად ხელისუფლების მიდგომა როგორია? რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს და პროცედურებს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე და ამიტომ აქ მე გამიჭირდება დამატებითი კომენტარების გაკეთება. რა თქმა უნდა, ზოგადად სამართალი უნდა ახსოვდეს, ეს არის ზოგადი პრინციპი, ხო, სამართლის უზენაესობა უნდა არსებობდეს. რაც შეეხება ჩვენს მთავარ მიზანს, როცა საქმე ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენი მთავარი მიზანია
რომ დღეს და მომავალში არ ქონდეს კორუფციული პრაქტიკა და მაქსიმალურად დავასრულოთ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციული პრაქტიკისგან. რაც ზოგადად სერიოზული გამოწვევა ხო არსებობს სხვადასხვა შრე, სხვადასხვა დონე ხელისუფლების და ნუცდუნებაც არსებობს ბუნებრივი ადამიანებში. ამიტომ ყველა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა არის რა თქმა უნდა სერიოზულ გამოწვევებთან დაკავშირებული და სერიოზული ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს. ჩვენთვის თავარი რა არის, რომ კიდევ ერთხელ დღეს და ხვალ აღარ იყოს შადენილი კორუფციული დანაშაულები, მაგალითად რო ავიღოთ ინფრასტრუქტურა. ჩვენი მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის სფეროში რა არის, რომ ერთია ვიღაცა შეიძლება წარსულში რაღაცა შადიოდა და დავუშვათ აღიზრა საქმე, წავიდა პროცესი და შემდეგ ეს არის ერთი მხარე. ჩვენთვის თავარი რა არის, რომ როდესაც დღეს და ხვალ ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თითოეული პროექტი შესრულდეს მაქსიმალურად გახსნილად, მაქსიმალური ხარისხით სათანადო ვადებში და სათანადო ფასებში. ეს არის ჩვენთვის თავარი, როდესაც საუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. და ყველას მოუწოდებ ნებისმიერ სუბიექტს, ნებისმიერ ადამიანს, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ქონდეს, ნებისმიერს, რომ ჩაიხედონ ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც განხორციელდება დღეს ხვალ. და მიგვითითონ, თუ სადმე ნახავენ, რომ ჭარბი ფასით არის გაკეთებული, განხორციელებული პროექტი. თუ სადმე ნახავენ, რომ უხარისხოდ არის გაკეთებული და დავუშვათ ამაზე არავინ არ არის პასუხი. ორივე ერთად. რა თქმა უნდა, სათანადო ფასი და სათანადო ხარისხი, მაღალი ხარისხი, სათანადო ფასში. ეს არის ჩვენი მიდგომა. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი რაც გაკეთდა იყო ის, რომ ჩვენ გავხსენით მთლიანად სივრცე კომპანიებისთვის, მაგალითად, როცა ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაქსიმალურად არის გახსნილი სივრცე სამშენებლო კომპანიებისთვის, არქიტექტორებისთვის და ასე შემდეგ. ხომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, საფუძველი, რაც გვაძლევს ჩვენ კორუფციასთან ეფექტიანად გამგებლების საშუალებას და აღმოფხრის და პრევენციის საშუალებას. იგივე ეხება მაგალითად, რო ავიღოთ სახელმწიფო საწარმოები, ბევრჯერ გვითქვამს, რომ მარტო ხელფასების ნაწილში დაიზოგა წლიურ ჭრილში, ყოველ წლიურ ჭრილში ათეულობით მილიონი ლარი, ხო, გადასცა 50 მილიონ ლარს, რაც ყოველწლიურად დაეზოგება სახელმწიფოს. ჩვენთვის ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ხო, ვიღაცამ შეიძლება წარსულში არასწორი პრაქტიკა დაამკვიდრა და შეიძლება პასუხი აგოს, ეს ალგე საკითხია. მაგრამ ჩვენთვის თავარი რა არის, რომ დღეს და ხვალ არავინ არ იყოს ჭარბად. არამედ პრევენცია, უფრო კი, პრევენცია და პრაქტიკის არარსებობა, კორუფციული პრაქტიკის არარსებობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზეზი, რომ წარსულში ერთია რაც იყო, მაგრამ ჩვენთვის თავარია, რომ დღეს არ ყავდეს ჭარბად გაფორმებული მაგალითად ადამიანები კონკრეტულ სტრუქტურებში. ესეც სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ მე იქ ჩდება 1000 სოციალური ფაქტორი და სხვა ტიპის ფაქტორები, ძირითადად სოციალური ფაქტორები, მაგრამ ჩვენთვის თავარია, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას უარყოფითი პრაქტიკა და არ დავტოვოთ გაფორმებული ფიქტიურად გაფორმებული ადამიანები. თუმცა ეს ვიღაცების უმუშევრად დარჩენასაც გამოიწვევს. ხო, თუმცა დღეს ეკონომიკის განვითარების ფონზე რეალურად არის საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა გადაინაცვლონ სხვა სექტორებში. დღეს ერთ-ერთი პრობლემა რა არის, როდესაც ბიზნესი აკეთებს ხოლმე პრეზენტაციებს, ერთ-ერთი თავი პრობლემა არის კადრების და ხელის სამუშაო ძალის დეფიციტი. და ჩვენ ორმაგად სულ საქმეს ვაკეთებთ, როდესაც ფიქტიურად ვაფორმებთ ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ერთი რომ ეს არის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი, არასწორი, არამიზნობრივი ხარჯი და მეორე სამუშაო ძალას ჩვენ ვაკლებთ ხელოვნურად ეკონომიკას. ორმაგი უარყოფითი ეფექტი აქვს ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა ეს გვინდა გავანულოთ. და ეს არის ჩვენთვის თავარი ამოცანა, არა ის რომ ვიღაცა წარსულში მაინც დაისაჯოს და ეს ალგე საკითხია. ჩვენთვის თავარია რომ დღეს და ხვალ არ ქონდეს იგივე პრაქტიკა, რაც იწვევდა ბიუჯეტის ჭარბად დატვირთვას არასწორი ხარჯებით, ხო? იგივე, როდესაც შესყიდვებს ეხება, ბოლომდე გამჭვირვალე გავხედეთ შესყიდვები, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შევქმნით ამისათვის, რაც შეეხება პრივატიზაციას, ხო? როდესაც პირდაპირ მიყიდვით განკარგავ რაღაც გონებას, აქ ძალიან დიდია ბუნებრივად ცდუნებას და რისკიც. манипуляციის თლიანად გავაუქმეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ხო, ყველა შესაბამისი ობიექტი, გარდა იმისა, როდესაც დავუშვათ დევნილებს გადაეცემათ ერთხლად ბინები და შემდეგ სოციალური საკითხებია და ეს თემები, თლიანად გავაუქმეთ ეს პრაქტიკა. არც ერთი ობიექტი არ გამოგვიტანია აუქციონის გარეშე გასაყიდად. ხო, ეს არის ჩვენთვის თავარი. არა, მაინც უხეც დაჭერა და დასჯა და შემდეგ ეს ალგე საკითხია, ხო, სამართლის ახსულება, მაგრამ ჩვენთვის თავარია, რომ დღეს და ხვალ არ არსებობდეს ისეთი პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს დააგისრებს ჭარბ ხარჯებს,
ან სხვა კუთხით შეუქმნის პრობლემას ქვეყნის განვითარებას. ხო, ეს არის ჩვენთვის თავარი, რასაც ჩვენ უწოდებთ კორუფციას ამ ზონაში. და რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები ახსენეთ იმდენი ამბავი მოვასწრო და დრონალნალა გვეწურება, ანაკლიაზე მაინც მინდა გკითხოთ ეს უკეთ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, რო აღარ წავიდე წარსულში ამ ჩინურ სინგაპურულ კონსორციუმთან და თუ არის თქვით რომ 2029 წელს თუ არ ვცდები პირველი გემი შემოვაო და ძალაში რჩება თუ არა ეს ვადები და როგორ მიმდინარეობს ამ პროექტის ირგვლივ სამუშაოები. კი, მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი ეტაპის სამუშაოების ისედაც თავის-თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს, ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავიდანვე შემუშავდა, დაღრმავების და ტალღჯრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომელიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული. არის კიდევ გარკვეული პუნქტების შესაძლებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი სამუშაოები, ინფრასტრუქტურის სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით. ანუ პარტნიორების შერჩევის პროცესი გრძელდება, ხო, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება კონსორციუმთან. გასაგებია. კარგით, განათლების რეფორმა ახსენეთ, რომელზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ სტუდიაშიც, განათლების მინისტრიც ყავდა თქვენც გისმინეთ ინტერპელაციაზე, პრეზენტაციაზე და ასე შემდეგ, ამიტომ ვერ ჩავყვები მთელ რეფორმას, თუმცა რამდენიმე კითხვა დარჩა, რომელზეც პასუხი თითქოს ბუნდოვანი იყო და მინდა მაინც დავაზუსტოთ თქვენთან. ეს არის ერთი სკოლების დაფინანსება, ანუ როგორი იქნება სკოლების დაფინანსების მოდელი, დარჩება ეს ვაუჩერული დაფინანსება თუ სხვა სისტემა დაინერგება, ვთქვათ, რაღაც კონცეფციაში ვკითხულობთ ეს მინდა რომ სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება საჭიროებებსა და განვითარებებზე ორიენტირებული. ანუ რის შეცვლას აპირებთ? ჩვენთვის თავარია რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით. რაც ხდება მოდელს ამაზე დამატებით მუშაობა ბუნებრივია გრძელდება, თუმცა არსებითად ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა სკოლა იქნება სათანადო რესურსებით უზრუნველყოფილი. განსხვავებული ვითარება გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება არსებული საგრანტო სისტემის ჩანაცვლების თაობაზე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ანუ გრანტები დაფინანსება, რადგან ახსენეთ, თქვენ თქვით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო და შეიცვლება არსებული საგრანტო დაფინანსების მოდელი. ანუ რა სახის იქნება ეს ახალი დაფინანსება და აი საგრანტოების ვთქვათ, ოჯახის წევრებს და სტუდენტებს ყველაზე მეტად ეს აინტერესებთ. ის შეუნარჩუნდებათ, ვისაც უკვე აღებული აქვს და დაასრულებს ეს საგრანტოის და დანარჩენებს მოეხსნება, ვინც ახალი შევა თუ როგორ იქნება ეს პრინციპი. პირველ რიგში უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს. რაც ხდება არსებულ დღეს მოქმედ სტუდენტებს, მათ შევრცელდება ის სისტემა, რომელთაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი. ჩვენ ბიუჯეტიც ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლად მიღებული სტუდენტებისთვის ავმოქმედოთ უკვე უფასო უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება თვითონ მოდელს, განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის, კონკრეტული ფაკულტეტებისთვის საჭირო დაფინანსება კონკრეტული ფორმულების საფუძველზე. აქ იქნება მათ შორის გათვალისწინებული სხვა განსხვავებული ფაკულტეტების განსხვავებული საჭიროებები, განისაზღვრება ფორმულა და ამ ფორმულით გადაეცემა კონკრეტულ უნივერსიტეტებს და მათ ფაკულტეტებს შესაბამისი დაფინანსება. ანუ საგრანტო მოდელი ჩანაცვლება დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელით. რა თქმა უნდა, აქ იქნება მხედველობაში მიღებული სტუდენტების რაოდენობაც. ერთ რამეს დავაზუსტებ, სპეკულაციები მოვისმინე მასთან დაკავშირებით, თან არაერთი, რომ თითქოს შემცირდება უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა. უფრო თქვა, რომ უნივერსიტეტების მოთვინიერებას იწყებს ხელისუფლება, რომ ამით დამოუკიდებლობას კარგავენ და ავტონომიას უმაღლეს სასწავლებლები, ამაზეც კი მინდოდა ისე მიკითხა და ძალიან ისეთი საფრთხეს ხედავენ თქვენ რაღაც წერილითაც მოგწერეს, რაღაც რეფორმა გაზდის მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე და ასეთი ტიპის წუხილები ისმის. როგორ შეძლებენ ჰობისიკიდან აკეთებენ განცხადებებს, შემოვიდნენ და მზად ვარ დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ საუბრობს დისკუსიაზე, არავინ არ არის მზად დისკუსიისთვის. რატო? იმიტომ რომ მათ შორიდან ურჩევნიათ ელაპარაკონ აბსურდზე. შორიდან საუბრობენ ამაზე. დისკუსია მათთვის არ არის ისველი, გავიხსენებ კიდევ ერთხელ ერთ-ერთი მათი აქტივისტის სიტყვებს, ხო? შინაარსი არ არის მათი ველი, შინაარსი არის ხელისუფლების ველი ამ შემთხვევაშიც. იმდენად ცხადად არის ჩამოთვლილი 7 გამოწვევა და პასუხი 7 გამოწვევა, ასე რომ ძალიან უჭირთ აქ არსებით დისკუსიაში შემოსვლა და ამიტომ ერიდებიან ყველანაირი ტიპის დებატებს ცალკარში, ასე
გააქვთ გოლებით ან მეგარიც ადგას ისე თამაშობენ თავისთვის. ხო, ეს არ არის რა თქმა უნდა ჯანსაღი პროცესი, მათ არ აქვს სივრცე რეალური დისკუსიისთვის, იმიტომ რომ შინაარსი არ არის მათ მხარეს, შინაარსი არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება მისაღებ კონტინგენტს, წელს მაგალითად შარშან უფროსურად 31,000 სტუდენტი მიიღო სისტემამ, საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. ამიტომ სპეკულაციებია თავიდან ბოლომდე საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ჩვენს თანამოქალაქეს ექნება, ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, არის ცარიელი სპეკულაცია. რაც იყო, მისაღები კონტინგენტი დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება, ყველაფერი დარჩება. ყველა კითხვაზე ვართ მზად ბუნებრივია პასუხისთვის, იმიტომ რომ შინაარსი გვამაგრებს. ამ თემაზე იგეგმება რაღაც საჯარო დისკუსიები პროფესიულ წრეებთან არ გულისხმობთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა რექტორებთან, ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, შემდეგ განათლების მინისტრიის შეხვდა კერძო უნივერსიტეტების რექტორებს, ყველგან იყო სივრცე დისკუსიებისთვის, ნებისმიერი ფორმატისთვის, ჯანსაღი ფორმატისთვის ვართ მზად. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ოპონენტებს ურჩევნიათ ცალკარში ურთღან ცარიელ გარში და ცარიელ გარში ურთღან ბურთები, იმიტომ რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ. მხოლოდ ასე შეიძლება გახვიდე ფონს, როდესაც შინაარსი და ინტელექტი არ გიმაგრებს ურგს. და ბატონო ირაკლი, მიდის დასასრულისკენ ჩვენი დრო და მინდა გითხრათ, აი მომავალ წელს არაერთი შიდა და გარე გამოწვევა ელოდება ქვეყანას ალბათ, იზრდება რაღაც რეგიონული უსაფრთხოების რისკები, დაძაბულია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, რა იქნება ხელისუფლების, აი თქვენი შეფასებით, მთავარი გამოწვევა 2026 წელს და ვგულისხმობ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ამასაც მოიცავს ეს გარშემო არსებული ვითარება. აი რას ელოდებით მთავარ გამოწვევად? ხო, რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრი დარჩება, მათ შორის პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გამოწვევები. ეკონომიკას რაც შეეხება, ზოგადად უარყოფითი ტენდენციებია გლობალურად, მათ შორის ევროპის კონტინენტზე, მათ შორის ჩვენს რეგიონში, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ნავთობზე ფასების კლებით და სხვა ფაქტორებით. თუმცა ასეთი გამოწვევები იყო მიმდინარე წელსაც, 2025 წელსაც და გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში ჩვენი ოპონენტები აპოკალიფტურ სურათს ხატავდნენ, ამბობდნენ, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკა იქნებოდა მინუსში, ანუ მინუსით დაასრულებდა ეკონომიკურ ზრდას, ასე ვთქვათ, ქვეყანა. ლარის კურსი 3.1-ს გადასდებოდა და ამ შემდეგ ასეთი პროგნოზები მოვისმინეთ ჩვენ წელს იანვარში. თუმცა მოგეხსენებათ, რომ სხვა მიმართულებით განვითარდა პროცესები, დაახლოებით წლის ბოლოსთვის 7.5% იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდა, როცა მინუსს ამბობდნენ მათი ეგრეთ წოდებული ექსპერტები, სინამდვილეში პოლიტაქტივისტები, ამბობდნენ, რომ ლარის კურსი კიდევ ერთხელ 3.1-ს გადასდებოდა და 2.7-ის ფარგლებში, როგორც მოგეხსენებათ, ლარის კურსი სავარაუდოდ $6 მილიარდ გადაცდება ჩვენი სავალუტო რეზერვები პირველად ისტორიაში და ეს შემდეგ, ხო? და პირველად ისტორიაში ჩვენი ეკონომიკა გადაცდება $100 მილიარდ და ერთსულ მოსახლეზე 100 მილიარდ და ერთსულ მოსახლეზე $10,000 და მსყიდულობით იუნარის პარიტეტის გათვალისწინებით გადასდება $30,000, რაც ისტორიაში ასე ვთქვათ რეკორდული მაჩვენებელი. ანუ შარშანაც იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება და დარწმუნებული ვართ, რომ ამას შევძლებთ მომავალ წელსაც. და რაც შეეხება პოლიტიკურ გამოწვევებს, აქაც გარდამტეხი წელი იქნება ბევრი თვალსაზრისით. ხო, რა რისკებს ხედავთ იგივე საგარეო თვალსაზრისით? ზოგადი რისკები რჩება, მაგრამ ამ ვითარებაში ვართ გამწვავებული ურთიერთობებით და ასე შემდეგ. ერთ რამეს ვიტყვი, 2022 წელს ისეთი მძიმე რისკები გამოვიარეთ და გადავიარეთ, რომ არ ამგონია ამაზე დიდი რისკები დაგხვდეს წინ. თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოდუნდეთ, სიფრთხილე დავკარგოთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ბევრი რამის გადალაგება სავარაუდოდ მოხდება მომავალ წელს, მათ შორის დიდი ალბათობით შეიძლება ომი დასრულდეს უკრაინაში, რასაც თავისი გაგრძელება და თავისი პროცესები და საქართველოს დამოკიდებაში შეცვლის რაღაცა ხო, ბევრი რამე რა თქმა უნდა ბუნებრივად შეიცვალოს. ურთიერთობა შეიცვალოს, შესაძლოა ფიქრობთ, გულისხმობ არა ქვეყანასთან რაბედო ხელისუფლების შორის. ხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ისტორიულად ყოველთვის მეგობრული იყო და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა ამას კვალი ვერ დაატყო ვერც იმ უსამართლო დამოკიდებულებამ, რასაც ხედავდით 2022 წლის თებერვალ-მარტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებს, აქ რა თქმა უნდა არის პერსპექტივა იმისა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.
აქ ჩვენთვის თავარია, როცა უკრაინაზე საუბრობთ, რომ მშვიდობა დამყარდეს ამ ქვეყანაში და დასრულდეს ომი და ქვეყანა შემოbrunდეს ეკონომიკური წინსვლის გზაზე. მაშინ, როდესაც ამ წლების განმავლობაში ქვეყანა პრაქტიკულად განადგურდა ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი ვითარება, დაკარგული ტერიტორიები, ქვეყნიდან გასული მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და ასე შემდეგ. მთავარი არის ჩვენთვის ბუნებრივია უკრაინაში ომის დასრულება. დანარჩენი არის ყველაფერი მეორე ხარისხოვანი. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების დონეზეც პერსპექტივაში ურთიერთობები გამოწვევები დარჩება. და რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ამაზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ვისაუბრეთ, ხო, იქ აღძალვებია მოსალოდნელი, ანუ გასაგებია რომ არჩევნების წელი არ მოდის, მაგრამ ფიქრობთ, რომ უფრო მშვიდი იქნება შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით 26 ვიდრე 25, თუ პირიქით რაღაც შეიძლება უფრო ერთი რამ შემეძლია გითხრათ, რაც იგივე 4 ოქტომბრის მოვლენებას დაადასტურა. რაც გვაძლევს ჩვენ ასე ვთქვათ მეტი სიმშვიდის საშუალებას დღეს სახელმწიფო სისტემა აი ეს შემიძლია გითხრათ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების საფუძველზე, როდესაც იგივე შეიცვალა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა. დღეს სრულიად სხვა დონეზეა, თუნდაც 5 თვის წინანდელ ვითარებასთან შედარებით სახელმწიფოს რისკების მიმართ მზაობის დონე. და მათ შორის კიდევ ერთხელ გამიმერებ სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. პრევენცია ხდება ასეთი რისკების ამის რაც გვაქვს ვითარება დღეს. კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა ყველგან ქონდა ხელმძღვანელობის დონეზე ცვლილებები და კიდევ ერთხელ 4 ოქტომბერი რო გავიხსენოთ, როგორ იყო მართული ეს პროცესები. აქ პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხო? ამ ყველაფერმა დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს მზადყოფნის სრულიად სხვა დონე. რომ დაუპირისპირდეთ ნებისმიერ ტიპის რისკებს. პერსონალურ დონეზე და ინსტიტუციურ დონეზე გვაქვს ხელშესახები ცვლილებები ყველა მიმართულებით და ნებისმიერი რისკის მართვა შეგვიძლია ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად, ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც შარშან და იმის წინა წლებში. ამიტომ ეს გვაძლევს, რა თქმა უნდა, სიმშვიდის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ არ უნდა მოვდუნდეთ და რა თქმა უნდა მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ბუნებრივია რისკები რჩება. არიან გარეთ ძალები, გავლენიანი გარეთ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მართავენ ამ ოპოზიციურ პროცესებს, მათ რესურსი ბუნებრივია აქვთ, ისინი თესავენ სიძულვას, ამას შეიძლება ბუნებრივია დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა თქვა, რომ დღეს სახელმწიფო არის სუვერენული, ძლიერი როგორც არასდროს, ხელისუფლება არის ძლიერი როგორც არასდროს და ერთმუშტად შეკრული როგორც არასდროს, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ბოლოდროინდელმა ცვლილებებმაც განაპირობა ეს ყველაფერი. იგივე ეკონომიკასაც ეხება, ორი ძირითადი მიმართულება იყო, სადაც ჩვენ გვქონდა ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენს სამთავრობო გუნდში, მათ შორის ეს იყო სამართალდამცავი სტრუქტურები და ეს იყო ეკონომიკის სექტორი და ერთი და მეორე გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური ეფექტიანობით ვიზრუნოთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მაქსიმალური ეფექტიანობით ვიზრუნოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ამიტომ ძალიან კარგი წინაპირობები შევქმნით წელს 2025 წელს იმისათვის, რომ 2026 წელი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, უსაფრთხო და პროგრესით ახსოვსე ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა დიდი ბატონო ირაკლი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პრემიერ